ცოტა უცნაური მოძველებულის სიტყვით უნდა დავიწყო მიმართვით თქვენ ყურუმსაღებო თქვენა ქართულ ოცნებას ქართულ რუსულ ოცნებას მივმართავთ ცხადია იმ დროს როდესაც მე უნდა მელაპარაკა შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე იმ დროს როდესაც მე უნდა მელაპარაკა შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის სკოტ ბესეტის მიერ წარმოთქმულ ჩემი აზრით ისტორიულ სიტყვაზე და ამაზე აუცილებლად ვილაპარაკებ 1-2 საათში კიდევ ერთ ვიდეო ბლოგს შემოგთავაზებთ ამ ყურუმსაღებმა ქართულმა რუსულმა ოცნებამ კიდევ ერთი უცნაურობა კი არა ცუდი რამ საშინელი რამ გააკეთა და კგბ-ს აგენტი მაყვალა გონაშვილია ასეთი მწერალთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე თუ არ ვცდები ის დაიბარა იმ კომისიაზე რომელსაც ხელმძღვანელობს კგბ-ს კიდევ ერთი აგენტი FSB-ს კიდევ ერთი აგენტი ცულუკიანი თეა და აი ამ FSB-ს აგენტებით არის სავსე ეს გაბოტენილი ეს კომისია ვიდრე ვიტყოდე იმას რა თქვა ქალბატონმა გონაშვილმა მანამდე ვიდრე წარმოგიდგენდეთ იმას რა თქვა გონაშვილმა და რა თქვა ასევე კგბ-ს კიდევ ერთმა აგენტმა აგვარია ის გურამ მაჭარაშვილმა მანამდე გეტყვით შემდეგს აი გიგა ბოკერია უშროების საბჭოს ყოფილი მდივანი აი ვანო მერაბიშვილი, აი ზურაბ ჭიაბერაშვილი, აი გივით არგამაძე, აი მიხეილ მაჭავარიანი, აი გიორგი ბარამიძე, ვინ არა, ვისი დასახელება არ შეიძლება წინა ხელისუფლების ლიდერებიდან, თუ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ეგრეთ წოდებული გუნდიდან, თუ მანამდე 2005-მდე ჟვანიას გუნდიდან, თუ ორივე გუნდიდან ერთად. არც ერთი მათგანი და არც ერთი ჩემს მიერ დასახელებული და კიდევ უამრავი პირი ვინც ხელმძღვანელობდა მაშინ ქვეყანას ვინც იყო მინისტრი დეპუტატი თანამდებობის პირი არც ერთი მათგანი ამ წულუკიანს არ დაუბარებია და კითხვა მაქვს რატომ მაყვალა გონაშვილი რა დასაბარებელია იმ პირობებში როდესაც გიგა ბოკერია არ არის დაბარებული როდესაც დავით ბაქრაძე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არ არის დაბარებული. როდესაც ნინო ბურჯანაძე არ არის დაბარებული და კიდევ უამრავი პირი არ არის დაბარებული. მაყვალა გონაშვილით, რომელიც არავის ახსოვს გონაშვილების გარდა, ხო, რა დასაბარებელია. ცხადია ეს კიდევ ერთხელ ადასტური გვანიშნებს და დაგვასტურებს, რომ ამ ხელისუფლებას უნდა რომ ამოჩხრიკოს იმგვარი პირები რომლებიც დაადანაშაულებენ წინა ხელისუფლებას ამასთან ტყუილს მოიგონებენ, ტყუილს შეთხზავენ და გასული საუკუნის 30-იანი წლების მსგავსად დანოშიკებად, ანუ დამბეზღებლებად იქცევიან მაყვალა გონაშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც დაიბარა და კიდევ ამგვარებს 5 ივნისამდე აქ თუ არ ვცდები წულუკიანის კგბ-შნიკურ კომისიას სვადა, თუ არ ვცდები კი არა, არ ვცდები, ამგვარ პირებს კიდევ არაერთს დაიბარებს. ახლა მე გაჩვენებთ რა თქვა არა იმდენად მაყვალა გონაშვილმა. კურსი წერტილი ჯზე ვაუდაში ამასობაში რეკლამა ჩაირთო. მაგრამ თუ გარეგისტრირებული გამოტოვებას დავაჭიროთ. განმარტება რა თქვა უნდა პირველ რიგში არის ის რომ გურამ მაჭარაშვილი კგბ-შნიკი ლაპარაკობს. ფაქტები რა სამწუხარო ფაქტები სულთი და 27 წამი მოусმინოთ ამ პატივცემულ კი არა პატივცემულ FSB-შნიკს რომ ჩვენ მთელი ამ კომისიის დომების განმავლობაში რა უბედურებებიც მოვისმინეთ აქ და მოისმინა სრულიად საქართველოს საზოგადოებამ რაღაცნაირად შემაჯამებელი გამოდის ახლა თქვენი ასთან განმარტება ქალბატონი გონაშვილის ბოდიში თავიდან არ დამიწყია ეს თურმე წულუკიანით დავიწყოთ დიახ ქალბატონი მაყვალა გონაშვილი რომელიც წარმოადგენს მაშინდელ და ამჟამინდელ საქართველოს მწერალთა კავშირს ვინც არ იცის ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი ქალბატონი გონაშვილი თურმე წარმოადგენს მაშინდელ
და ახლანდელ მწერლებსო და მწერალთა კავშირსო. ეხლაც ყოფილა ბოდიში. მწერალთა კავშირი სხვა ხელოვანთა პროფესიულ გაერთიანებებთან კავშირებთან ერთად იყო მხატვართა კავშირი, მაგალითისთვის კინემატოგრაფისტთა კავშირი და სხვა. ეს პროფესიული გაერთიანებები თავის დროზე უზრუნველყოფდნენ მოცემული პროფესიის წარმომადგენლების ერთობას. რა თქმა უნდა, კონკურენცია ყოველთვის იყო დაპირისპირებებიც, მაგრამ ეს იყო ყოველთვის პროფესიული და გარკვეულ ჩარჩოში მოქცეული. მწერალთა კავშირი მე გადავახვიოთ. არ ინერვიულოთ ქართველ მწერლებს. აქ სადღაც ამბობს, ხო, ეხლა კარგით, აღარ გვიდა მართლა ეს მაჭარაშვილის წულუკიანის საათი და 27 წუთი ყოფილა, წუთი და 27 წამი მეგონა, ბოდის ვიხდი. სადღაც ამბობს გონაშვილი მაყვალა FSB-ს, KGB-ს ეს საუკეთესო წარმომადგენელი დანოშიცა, ანუ დამბეზღებელი, რომ იცითო, ეს ის ქალია, რომელიც მიშა სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც იყო მწერალთა კავშირის თავმჯდომარე. იცითო რა ხდებოდაო, ევრაზიის ფონდი, ამაზე გავამახვილებ ყოველდღიურად კიდევ, დავალებებს აძლევდა მწერლებსო, რომ ეს ამ მწერლებს დაეწერათ ანტიქართული ნაწარმოებებიო. ცხადია სისულელია, ცხადია შიგიჟია, ცხადია ყველაფერი ეს გაკეთებულია სულ მინიმუმ 2 მიზნის გამო. პირველი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ამ მაგალითზე დაყრდნობით აკრძალონ სოროსის ფონდი, ევრაზიის ფონდი, სხვადასხვა ფონდები, რომლებიც მუშაობდნენ და მუშაობენ ახლა გაჭირვებით ჩვენს ქვეყანაში. მეორე მიზანი არის ის, რომ ამ დაბეზღებას არასწორი სიტყვა ალბათ ამ ტყუილზე დაყრდნობით მათ შეადგინონ სია ნაწარმოებებისა, რომელშიც შეიყვანენ ამა თუ იმ მწერლის მხატვრულ ნაწარმოებს. ყველაზე კარგი მაგალითია ლაშა ბუღაზის ნებისმიერ ნაწარმოებს და უშუალოდ მწერალ ლაშა ბუღაზეს და აკრძალავენ მათ. ანუ პირდაპირ მნიშვნელობით ავტოდაფეს მოუწყობენ მაღალი ალბათობით. დაწვავენ საჯაროდ და ჭიაკო კონარო არის, ხო? ამის გარშემო იხტუნავებს ქალბატონი წულუკიანი ალბათ, ან შესაძლოა არ იხტუნაოს, მაგრამ ამგვარ რამეს კი აკეთებენ. მაგრამ ახლა მე ყურადღებას ვამახვილებ არა იმდენად ამაზე ამ სავარაუდო არ გამოსარიცხ მომავალზე, არამედ იმაზე, რაც ბძანა მაყვალა გონაშვილმა, რომელიც აკიგითხარით გიგაბოკერი არ დაუბარებიათ და აი მაყვალა გონაშვილი კი დაიბარეს თურმე ესოდენ საინტერესოა მისი დანოსები კი არა, მისი დაბეზღებები და მისი ტყუილები. მაყვალა გონაშვილი ჩავთვალოთ ერთი წამით, რომ ამბობს სიმართლეს. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ევრაზიის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, მე სტატუსი დავწერე ამასთან დაკავშირებით და ჩამისწორეს და სწორი ვერსია მომაწოდეს, მე დავწერე რომ მუშაობდა მეთქი აღმასრულებელი დირექტორი იყო, მეთქი ეს არ მithქვამს. ხო, აღმასრულებელი დირექტორი ამ ფონდისა იყო დღეს ქართული ოცნების პროპაგანდისტი, ქართული ოცნების კმაყოფაზე მყოფი, ქართული ოცნების მხრიდან დაფინანსებული, ღმერთმა უწყის რამდენს იღებს 2, 3, 5 თუ 7,000 ლარს, არა უმეტეს რასაკვირველია, ასეთი კაცი ექსპერტად წოდებული ზაალ ანჯაფარიც, რომელიც კვლავ ვიმეორებ იყო აღმასრულებელი დირექტორი ამ ფონდისა. და თუ ქალბატონი მაყვალა გონაშვილი მართალია, რაც ცხადია ეს არ არის, მაგრამ მაინც და ევრაზიის ფონდი ამგვარ დავალებას აძლევდა ასე მაგალითად ლაშა ბუღაზეს, იმ ლაშა ბუღაზეს, რომლის წიგნების უნდა აიგზალოს. ახლა მე ვსვამ ლოგიკურ ჩემი აზრით კითხვას. გავიგე რომ არიბარებთ გიგაბოკერიას, დავით ბაქრაძეს, მაჭავარიანს, თარგამაძეს, სხვებს და სხვებს. გავიგე, იმიტომ რომ გაფრთხობთ მათთან ურთიერთობა. გავიგე ეს ყველაფერი. მაგრამ თქვენი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, რომ გასცემდა თურმე ამ უკანონო დავალებას ანტიქართული ლიტერატურის შექმნას ავალდებულებდა ქართველ მწერლებს და ამაში აძლევდა თანხას. აღმასრულებელი დირექტორი იყო რა? არ უნდა იყოს დაბარებული. ხელშეუხებელი პიროვნება გახდა ზაალ ანჯაფარიძე იმის გამო, რომ ახლა ქართული ოცნების პროპაგანდისტია და ქართული ოცნების ბოდის ვიხდი. საჯდომის გასუფთავებით არის დაკავებული. ეს ლოგიკური კითხვა და მე ცხადია არ ველი, მაგრამ რო ამას გააკეთებს კომისია, მაგრამ აი ოცნების მომხრეებს კი მეკითხები. ხალხნო,
კვლავ ვიმეორებ. ზალან ჯაფარიძე, თურმე, მაყვალა გონაშვილს თუ დავეყრდობით, გასცემდა ამგვარ უკანონო დავალებებს. და არ უნდა იყოს დაბარებული ზალან ჯაფარიძე, რომელმაც უნდა აღიაროს, რომ ხო, მე მივეცი ლაშა ბუღაძეს ფული იმაში, რომ მას დაეწერა ანტიქართული რომელიმე აწარმოები. ცხადი ამას არ გააკეთებს სულუკიანის კომისია, ცხადი არც ბოკერიას და სხვებს დაიბარებს სულუკიანის კომისია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, არც არავინ აპირებს ამ კგბ-შნიკურ კომისიასთან თანამშრომლობას. დასასრულ კი ვიტყვი ამგვარ რამეს. ამ კომისიის ნებისმიერი დასკვნა, ნებისმიერი. სულ რომ მე 17, 58 და 114 აბზაცები თუ წინადადებები იყოს სწორი გამართული ქართული დაწერილი და კონცეპტუალურად სწორი, ამ კომისიის ნებისმიერი დასკვნა არის ფარატინა ქაღალდი, როგორც ირაკლი კობახიძეს უყვარდა და ალბათ ეხლაც უყვარს თქმა, ამ კომისიის დასკვნას ჩალის ფასი აქვს. პირიქით, კომისიის დასკვნა არის საფუძველთა საფუძველი, რომ უკლებლივ ყველა, ვინც კომისიის შემადგენლობაშია, ვინც ამ დასკვნას მოვაწერს ხელს, რომელიღაც ეტაპზე წარსდგეს სასამართლოს წინაშე, სულ მინიმუმ იმიტომ, რომ ამგვარ დასკვნას მოვაწერენ ხელს. სულ მინიმუმ. ეს სასამართლო მაინც და მაინც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ გაითვალისწინებს სასჯელი ამის გამო. თუმცა ზოგ მათგანს რაც საკვირველია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დაეკისრება იმის გამო, რა სასისიდის ჩადიან და იმ მუხლით, რა მუხლის მიიღო თუ მიიღებს ქართული რუსული ოცნება, ეს არის სამშობლოს ღალატი. სამშობლოს მოღალატეებსაც კი ეკნებათ, რა საკვირველია, ღირსეული დაცვის უფლება, სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილება სისიდი დაემორჩილებიან და სამართლიანი სასამართლოს სარგებლობის უფლება. ხო, მისი სერვისით სარგებლობის უფლება. სამართლიანი იქნება სასამართლო ნებისმიერ შემთხვევაში და ვიდრე სამართლიანი არ იქნება, მათ თმის ღერსაც კი ვერ ჩამოუგდებს ვერავინ იმ უტვინო თავებიდან. ეს ბარემ რო იცოდეს, ასე მაგალითად სოზარ ზუბარმა. და კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი, ფარატინა ქაღალდია ეს ყველაფერი და რო გავივლით იმ ისტორიის უმძიმესი ერთ-ერთი ფურცელია. თავარია ჩვენ ვიყოთ ბრგედ, ჩვენ ვიყოთ ამაყად, მიუხედავად იმისა, რას დააპირებს კომისია და თუ მთლიანად საქართველოს რუსული ქართული ხელისუფლება, ჩვენ ხმაში არ შეგვეპაროს ბზარი და ვინმე მაყვალა გონაშვილები და წულუკიანები დაიკავებენ, უკვე დაიკავეს, ასე ვიტყვი, გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლშევიკების გვერდით ადგილს. ეს ამ თავითვე ცნობილია და თვითონაც თავადაც შესანიშნავად იციან ეს, უბრალოდ სხვა გამოსავალი მათ არ აქვთ, მათ ისე შეტოპეს უკვე საქართველოს ღალატში, რომ ვეღარც ახერხებენ გამოტოპვას და გამოსვლას იმ ჭაობიდან, რომელშიც თუ საკუთარი თავი მოვაქციეს და თუ ჩვენი ქვეყანა. და ხვამდის. ხო, რა დამავიწყდეს, ბოდიშ ვიხდი გაცილებით მნიშვნელოვან საკითხზე, შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც ისტორიულია და რომლის ხელმოწერის დროსაც ხაზინის მდივანმა უმნიშვნელოვანესი სიტყვა წარმოთქვა, რომელიც სხვათა შორის ირიბად შეეხება ბიზი და ივანიშვილსაც პერსონალურად, ამაზე როგორ დაგპირდით ახლა და ხო, 1-2 საათში ალბათ კი მოვახერხებ. 1-2 საათში იქნება ჩემი მორიგი ვიდეო ბლოგი. ნახვამდის.